სწორედ ამ მძიმე სურათიდან გამომდინარე დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშმა გადაწყვიტა, რომ განსხვავებული ფორმატით გამოეხატა მხარდაჭერა და სოლიდარობა მასწავლებლის ნინო დათაშვილის მიმართ, რომელიც რეჟიმმა 4 თვის განმავლობაში უკანონოდ გამოკეტა საპყრობილეში და კრიტიკულად დაამძიმა, შეიძლება ითქვას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე იკრიბებიან მოქალაქეები, რომლებიც აქტიურად არიან თითქმის 1 წლის განმავლობაში პროტესტში ჩართულები და აპროტესტებენ ქართული ოცნების უკანონო ქმედებებს. დღეს კი აქ შეიკრიბნენ ეს ადამიანები იმისათვის, რომ ხარი დაუჭირო ნინო დათაშვილს, მასწავლებელს, რომელსაც ედავებიან მანდატურის სამსახურის თანამშრომელზე თავდასხმას. რაც შეეხება შეფასებებს, მე ახლა გადავინაცვლებ გიორგი ჭანტურიასთან, რომელიც არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი და დღევანდელი აქცია პერფორმანსის მსვლელობის ორგანიზატორი. ასევე ძალიან მძიმე სანახავი იყო, რაც დღეს ვნახეთ გიორგი და რომ შევაფასოთ, რა ვიხილეთ დღეს პროკურატურის მხრიდან, ეს იყო დათმობა თუ საკუთარი თავის გადარჩენის მცდელობა. ჩვენ ვიცით, რომ არაერთხელ ეცადა დაცვის მხარე შეეცვალათ აღკვეთი ღონისძიება ნინო დათაშვილისთვის, მანამ სანამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ასე გაუარესდებოდა. რატომ ახლა, როდესაც პრაქტიკულად დაუძურებული არის ეს ადამიანი და ესაჭიროება სრულფასოვანი მკურნალობა იმისათვის, რომ ოდნავ გაუმჯობესდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. კი ბატონო, ნამდვილად ძალიან მძიმე კადრები იყო, მე თუნდაც მასწავლებელი გახლავარ და რაღაც როგორც კოლეგისადმი მინდოდა რომ ჩემი სოლიდარობა აქედანაც გამომეხატა. ალბათ უფრო პასუხისმგებლობისგან გაქცევა იყო და ჩვენი ეს აქცია ზუსტად იმას ემსახურება, რომ შევახსენოთ და ვუთხრათ კიდევ ერთხელ, რომ პასუხისმგებლობას ისინი ვერსად ვერ გაექცევიან. ის სადიზმი, ის ტერორი, ის ტანჯვა, რაც ამ ადამიანს, მის ოჯახს, მის გარემოცვას ხო მოუწყვეს, არნახული არის. ნამდვილად ნახეთ ადამიანი რა მდგომარეობაში იყო და მეორე მხრივ ამ აქციით გვინდა შევახსენოთ ყველა რეჟიმის ტყვეს, რომ ჩვენ აქ ვართ, ვიბრძვით, არ გავჩერდებით, სანამ თითოეული მათგანი არ იქნება თავისუფალი, ჩვენ ვართ სოლიდარულები და ასევე თქვენ ნახეთ, აი რამდენიმე წუთში აგროვდა ის თანხა, რაც ნინო დათაშვილს დაჭირდა. ნინო დათაშვილს კიდევ შეიძლება არაერთხელ დაჭირდეს ასეთი ტიპის სოლიდარობა და აქედანაც გვინდა უთხრათ, რომ ის გვერდით ვართ, გავამაგრებთ და აუცილებლად ის სამართალს დაიბრუნებს. ძალიან დიდი მადლობა გიორგი ჭანტურიას უსმენით. მე გადავინაცვლებ ახლა სხვა რესპონდენტებთან, რომ მოგასმენინოთ მათი აზრი, პარალელურად გაჩვენებ თუ რა ვითარება არის აქ რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან ნელ-ნელა მოქალაქეები. მარინა აფციაურს ვხედა, ნიკუშა კაციას დედას, სინდისის პატიმრის დედა ხართ. ნიკა იყო 9 თვის განმავლობაში სინდისის პატიმარი და ნინო დათაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ხარ დღეს. განსაკუთრებით ემოციური იყო ის კადრი, როდესაც ნინო საკუთარ დედას ხვდებოდა 4 თვიანი პატიმრობის შემდგომ და ამასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, თქვენ გამოცდილი გაქვთ რას ნიშნავს შვილის უკანონო პატიმრობა, თქვენთვის რამდენად ემოციური, რამდენად მძიმე იყო ამ კადრის ნახვა? მართლა ძალიან მძიმე იყო. ძალიან მძიმე იყო და სულ იმას ვფიქრობ, თუ თვითონ არ ყავთ შვილები, არ არიან დედები, რანაირად შეიძლება დედა ამ მდგომარეობამდე მიიყვანო, რომ შვილს აი ალბათ წარმოვიდგინე ჩემი თავი წარმოვიდგინე იმ წუთში მე რო ასე ვყოფილიყავი, მე რო ასე დამართნოდა. პრინციპში ყველამ ასეთი ჯოჯოხეთური გზა გავიარეთ. ნინო არ არის პირველი მსხვერპლი მატიაშვილის. მატიაშვილმა ჩემზე საწია ხელი. აი მაშინაც და ჩემ ორივე შვილს ნიკა დაკავებული, ნიკას სხდომა მიმდინარეობდა და გარეთ იდგა ჩემი უმცროსი შვილი. აყურებინეთ ჩემი ცემა. ამიტომ ვფიქრობ, რომ მატიაშვილი აუცილებლად ამისი დრო მოვა და აუცილებლად პასუხს აგებს. ნინოს ჯანმრთელობას უსურვებ, ჩემი სოლიდარობა მას, მის დედიკოს. მინდა რომ ოჯახში კარგად იყოს, ჯანმრთელად იყოს და ეს ყველამ განვიცადე და ყველამ ინერვიულე და პლუს გირაოთი გამოუშვეს იმის მაგივრად, რომ კომპენსაციას უხდიდნენ რა მდგომარეობამდე მიიყვანეს ადამიანი და პირიქით გირაო რას ნიშნავს? გარეთ იქნება და პროცესი მაინც მიდის, ხომ ასია?
და რატომ რისი გულისთვის? იმიტომ რომ თავი დაიცვა. ეს ძალიან ცუდია და ერთხელ და სამუდამოდ ეს ჩვენ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. არც შვილები უნდა იყვნენ ამ მდგომარეობაში და არც დედები გამწარებული. მადლობა ძალიან დიდი. მარინა აფციაურს უსმენდით, სინდისის ყოფილი პატიმრის ნიკოლოზ კაციას დედას. ადამიანები იკრიბებიან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც გითხარით, ისინი გადაინაცვლებენ მსვლელობით პარლამენტთან. ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მარში, რომელიც ერთი წელია ახმაურებს რუსთაველის გამზირის უწყვეტ პროტესტს და დღესაც ნინო დათაშვილისათვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით და მხარდაჭერის მიზნით ისინი გადაინაცვლებენ ცოტა მოგვიანებით მსვლელობით უკვე რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.